ჩვენი ფერმის წინა გადაცემაში ფშავში საკალმახე მეურნეობა ვნახეთ. და როგორც დაგკვირდით, დღეს საშუალება გვაქვს კახეთში, თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალის 122 კილომეტრზე თბილისწყლის ტიპის მეურნეობაში აფრიკული ლოქოს მოულის და გამრავლების სპეციფიკას გავეცნოთ. ამაში კი კვლავ შპს აკვასერვის ჯორჯიას დირექტორი პლატა ბაბუციძე დაგვეხმარება. მომზადე გიორგი. კეთილი იყო შეფე. გზარობა ხომ არ დაკალა. ცოტა დავიღალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ. არაფერი, ახლა მოვედით იმ საიდუმლოსთან, რომელიც ფშავში ვახსენეთ. არც ისე პატარა საიდუმლო ყოფილა. კი. ეს არის ჩვენი საოქროვე მეურნეობა. მესამე წელია ვეწვალებით ფაქტობრივად ერთი წელია რაც დავიწყეთ თევზის მოშენება. დაახლოებით 40 ტონამდე ლოქო ყავს. ეხლა პატარა გაჭირვება რომ არ ყოფილიყო და რაღაც შეიძლებოდა უფრო მეტი დატვირთვათ. ანუ აი ეს ტერიტორია, რასაც ხედავთ, 3 არხია გაკეთებული და დაახლოებით 300 ტონა ლოქოს წარმოება შეიძლება წელიწადში. შეიძლება მეტიც. კიდევ არის თუ მოთხოვნა იქნება საზღვარგარეთ ან საქართველოში არის კი თავისუფლად ტბებზე შეიძლება ეგრეთ წოდებული სადუკების გაკეთება და შეიძლება წარმატება გაზარდო 1000 ტონამდე და უფრო მეტიც. კახეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 38%-ს. ის მდიდარია სახნავი და სათიბ-საძოვარი მიწებით, მარცვლეული, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურებით. განვითარებულია მეცხოველეობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მეღვინეობაზე, რომელიც რეგიონის და ქვეყნის მასშტაბებს ცდება. ბოლო დროს კახეთში თევზს საშენებიც მომრავლდა და ამის მაგალითი აკვასერვის ჯორჯიას თევზის მეურნეობაა. ლოქო მე ვიცი ალაზანში და აფრიკული. კი, ეს არის აფრიკული ჯიშის თევზი, ლოქო, რომელიც თბილისწყლის ბინადარია, ნუ აფრიკაში მოგეხსენებათ როგორი ჰავაა. და შესაბამისი პირობები შეუქმნით ჩვენ რომ ეს თევზი მოგვემრავლებინა. სხვათა შორის მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა მოიხმარს აღნიშნულ ლოქოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანას იმის პირობა არ აქვს, რომ თბილი წყალი კონდეს და რაღაც აი ესეთი უთბობენ წყალს, ანუ ცირკულაციას აკეთებენ, ფილტრავენ და ისევ იმ წყალს მოიხმარენ, რომ ის სითბო არ დაკარგონ და ჩვენ ეს ბუნებრივი პირობები კახეთში სითბო არ ისნავდა. თან რაშია საქმე, იმდენად ადაპტაცია გაიარა ამ 3 წლის განმავლობაში, სულ ერთი წელია რაც ვაქვირითებთ ამ ლოქოს და ჩვენ თვითონ გამოყავს ლიფსიტი, ანუ არაფერი არ შემოგვაქვს რა, ადგილობრივია სულ ყველაფერი, გამოყვანიდან ზრდამდე რასაკვირველია. ადაპტაცია გაიარა და ესე იგი გახდა კახელი. კი, კახელი გახდა. საკმაოდ საინტერესო თევზია, ბრთალი თევზია ძალიან რა. სიმშვიდე უყვარს. რო დაიჭერ, ამოიყვან თევზს, მერე შეიძლება საკვები არ მიიღოს, ანუ ბრთხება რა. მშვიდი გარემო უნდა ესე. კი, მშვიდი გარემო უნდა. დაახლოებით 6 თვეში კილოგრამს აღწევს. ზრდა. დიდის დააქვს რა, ანუ სწრაფად იზრდება, სწრაფად ზარდია. და მაქსიმალური წონა რამდენი შეიძლება მოიაღწიოს? ჩვეულებრივად ლოქო როგორც იზრდება, დიდი რა, ასე ვთქვათ 100 კილო და ზევით. მაგრამ ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს 10 კილოიანები, მაგრამ ეს არის სადედეები. ანუ იმათ ხელს ავკიდებთ რა. და ხორცი მოსახმარად როგორც კილოგრამიანი თევზის ხორცია, იგივეა 2 კილოიანის და 3 კილოიანის. ანუ აი დიდ ლოქოს და პატარა ლოქოს შორის სხვაობა არ არის გემოვნურ თვისებებთან დაკავშირებით. სულ ერთნაირი ხორცი აქვს ასატრინისებრი, ანუ მწვადი გამოდის წყინვალე, მე ურჩევდი ყველას რომ გასინჯონ ერთხელ მაინც. ნუ მოხაშული თავისთავად ქართული წესით მომზადებული ქინძმარში მოსიარულე თევზია, ესე იგი ადაპტირებულია აფრიკულ იმაზე, იქ რო უშრებათ ეს წყალი, შეუულია რომ ერთი ტბორიდან ამოვიდეს და იაროს და მოძებნოს მეორე ტბორი. ესე იგი ხმელეთზე შეუულია იცხოვოს. 48 საათი შეუულია იყოს ცოცხალი. წყლის გარეშე. წყლის გარეშე, ანუ ჰაერიდან სუნთქავს. შეჯიბრს ხო არ აწყობთ ხოლმე? თვითონ დარბიან ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე, კი. აქ რამდენი კილოიანებია? გიორგი, ესენია, ანუ აი დღევანდელ პირობებში სარეალიზაციოდ რომელიც გადის
ესე იგი, ყველამ არის საქართველოში რა პროდუქტს ვთავაზობთ ჩვენ. და მე გაჩვენებთ, რომელიც იყიდება დაახლოებით 4 კილოგრამამდეა ეს ლოქოები. მე შემიძლია ამოვიყვანო, გაჩვენოთ ვიზუალურად როგორ იქცევა, რა ხასიათისაა. თან ხმელეზეც გავაწავლეთ. თუ დავიჭირე, ახლა იმაშია საქმე. თული დასაჭერია? ძალიან. ჩვენ ვცადოთ. ესე იგი, რადგან თხილია, ესე იგი ოპ. არა. მე მგონი ამოვიდა. ძალიან ძლიერია რა. რამდენ კილომეტრ საათში გადის? ნუ თუ პატრული არ შეხვდა, შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე კარგად განავითაროს. დაავადებები მაინც და მაინც არაფერი ისეთი რომ სერიოზული. ანუ 400.000 ცალ-ქვირიც იძლევა ერთი დედათევზი. მაქსიმალური ანუ რო გადარჩეს. უწერია თვითონ წიგში და საერთოდ სპეციალისტებიც იძახიან რომ 10% თუ გადაჭა კარგია, ანუ ერთი დედადან 40.000 ლიფსიტი რომ მიიღო. კარგი შედეგია და ჩვენ მეტსაზღვრებულობთ. და ეს რით არის განპირობებული? რატო ღებულობთ მეც? აქ უფრო კარგი კლიმატი დახვდა აფრიკაზე მეტად? არ ვიცი, შეიძლება კლიმატი არა, სპეციალისტები ყავს ისეთი რომ შეუძლიათ ანუ ისე წარმართოთ საქმიანობა რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ. ლოქო მტკნარი წყლის ყველაზე დიდი ზომის მტაცებელი თევზია, რუხი ან მომწვანო ფერის. ტანთან შედარებით აქვს დიდი თავი და ფართე პირი, მცირე ზომის უამრავი კბილებით. ჩვეულებრივ ზედაყბაზე გააჩნია 2 საკმაოდ გრძელი ულვაში, ხოლო ქვედაყბაზე კი მცირე ზომის 4. ის ულვაშებს იყენებს როგორც საცეცებს და სრულ სიბნელეშიც კი მათი დახმარებით ნახულობს საკვებს. ნადირობისას უმეტესად ფსკერზე დაწოლილი გაუნձრევლად ელოდება მსხვერპლს და არხევს ულვაშებს. წყალსატევებსა და მდინარეებში ლოქო ძირითადად ეტანება წყნარ, ღრმა და ლამიან ადგილებს. რა საინტერესო ულვაშები აქვს? 8 ცალი ულვაშია, კაცია რა. 7 რო კონდეს? 7 შეიძლება რომელიმე მოაძრო ულვაში. ესეც ხო ის არის დაცებელია. დაცებელია კი? დაცებელია. ჩაუშვათ მაშინ, აღარ ვაწვალოთ. აბა, გამრავლება როგორ ხდება? გამრავლება. საინტერესო პროცესია, თავად გამრავლება. გამრავლებას ახლა თემურის გაგაცნობთ, შევიდეთ, პატარა ლიფსიტებსაც გაჩვენებთ და აგიხსნით რა სიტუაციაა, როგორ ხდება. გადავიდეთ თემურთან მაშინ. ახლა გაგაცნობთ თემური ბოსტოღანაშვილს, ჩვენი თანამშრომელია. გამარჯობა თემურ. რომელიც გაჩვენებს როგორ ხდება ლოქოს ქვირითობა და ახალი სიცოცხლის დაბადება. ანუ თავიდან ბოლომდე აგიხსნის რა სიტუაციაა, როგორ ხდება. საინტერესოა ძალიან. მოწვევა და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. კი გენაცვალე. მე ბევრჯელა მაქვს ნანახი, ძალიან საინტერესო პროცესია, ასე რომ ხელსა შეგიშლით. ყველაფერი ის აგიხსნის. გავიაროთ მთელი პროცესი მაშინ თემ. საინტერესო დროს მომიწია ჩამოსვლა. კი. საპასუხისმგებლო საქმეში ვიღებ მონაწილეობას, მომავალი თაობის გამრავლება. აბა როგორ ხდება ეს? აგვიხსენით რა? როგორ ხდება? დავიჭერთ. ეს არის დედალი დედალი თევზი ძმა. დაზა მოდი რა ეს ხოხონი. დედალი თევზი ძმა. როგორ ხდება შემოწმება ვიზუალურად? მუცელზე თვითონ ეტყობა დედალ თევზს. აი ეს მუცელი აქვს ვიზუალურად გამობერილი რა. ამოწმება ესე რბილია, სირბილი არის რა, რბილი არის თვითონ მუცელი. მე ამოყავს უკეთება კილოზე 10 მილიგრამი. თან ამოვიყვანოს. 10 მილიგრამი უკეთდება ლიპოფიზი. რომელიც აი ნახე ამწარდა. და თილად შენ დაიჭერ, სადა შენიკიდან. ეს თეთრი არა თუაგიზე შეიძლება არ დავიჭიროთ. ასე მოგედა ხელი? უკეთდება 10 მილიგრამი კილოზე. 12 საათის შემდეგ და მოუწოდოთ, თორე უკვე ისე გაუკეთებთ 10 მილიგრამს და შემდეგ 10 მილიგრამს 12 საათის შემდეგ იგივე დოზა გაუმეორებთ.
12 საათის შემდეგ. ანუ 24 საათში შემდეგიც ეგე თუ შეიძლება მეც რომ მივიღო მონაწილეობა. კი, მოდი, კი ბატონო. ავავწთი თუ გამოვა. აი დაიწყო და ესე უცელზე დააწეხი. აჰა, საკმარისია მხოლოდ აი ესე, აი ხარ. გასაგებია. და ბოლოში გაატანი. იდე, აი მას. იდე თავიდან. ენთლიან, ჯერ ესე. გასაგებია. ასე და ამისთვის ტკინეული არ არის ახლა, ხო ეს პროცედურა ტკინეული კი როგორ არ არის, აბა. შეგვირითია კი. კაი ქვირითია ეს? და კარგაც მოდის. რამდენი თევზი გამოდის, თქვა, ამდენი პროცენტულად 13-ის ანაკლები რა ძირითადად. მეგონი დაიცალა თუ კიდეა? არა, შეიძლება კიდე იყოს დაიცალა. მაგრამ ბევრი აღარ არის რა. აი, ყოველთვის მუცელზე ეთყობა, უკვე მოეშვა რა. უკვე მოეშვა. პროცენტულად რამდენი იქნება თევზი? ქვირითი? შეიძლება 70-80% ახლა ყველა თევზიდან მაინც სხვადასხვანაირად გამოდის რა. ფერიცი არის თქო დამოკიდებული ფერზე უკვე თვალით რო ვატყობ. ზოგიდან მეტი, ზოგიდან ნაკლები. ეგ აღარ არის. ახლა ამას რას უკეთებთ უკვე? რას უკეთებთ ახლა მამას დავკლავთ. და პირსაწვენდი წავამიგეთ. მამას დავკლავთ და ხდება ხელოვნური განაყოფიერება რა. და შემდეგ ჩაიდება ბატოკებში. ახლა უკვე მამრის ჯერია. კი, მამლის ჯერია. სულაც. ახლა უკვე რა პროცესი მიდის? რა პროცესი და ამოვიდებთ. აი პარკუჭიც. მამრის ცხერპლად შეწირვა უკვე აუცილებელია. და ქაღალდი დამეჭირე. კი, აუცილებელია ომის. არაფერი. ბუნებრივ პირობებში რა თქმა უნდა ასე არ ხდება. ხო, ბუნებრივ პირობებში რა თქმა უნდა თავისით ხდება ეს ყველაფერი. ბუნებრივ პირობებში ლოქოების სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 3-4 წლის ასაკში. ქვირითობენ წყლის 20 გრადუს ტემპერატურაზე. მათ ახასიათებთ შთამომავლობაზე ზრუნვა და ამიტომ ლიფციტების გაჩენამდე მამრი იცავს ქვირითს. სწორედ ტოფობის შემდეგ აქტიურდებიან ლოქოები და იწყებენ აქტიურ ნადირობას, რაც თითქმის მთელი ზაფხული გრძელდება. აციებასთან ერთად ლოქოს აქტიურობაც კლებულობს. ზამთარში ღრმა ადგილებში წვება და კვებას თითქმის მთლიანად წყვეტს. დავამშავლეთ ამას. გამშრალება რატო აუცილებელი? აი სისხლი რა, რაღაც ბაქტერია რამე მოაში. ახლა უნდა გაიჭრას ეს ხო ლანცეტი? ეს უნდა გაიჭრას და ეს ხდება განაყოფიერება. ხო, ამის შემდეგ იო ასე დავასხავთ და შემდეგ რამდენი ხანი რჩება ასე? ასე დავასხავთ შემდეგ შევატოკეთ. თუ მოხდეს რა განაყოფიერება ვაჭრებთ. ალბათ 5 წუთი. 5-6 წუთი საკმარისია და მომავალი თაობა? კი, მომავალი თაობა გამოიჩეკება ძალიან ბევრი. ეს ის შემთხვევა, როდესაც მამრი მსხვერპლად ეწირება მომავალ თაობას. კი, მომავალ თაობას შვილების გამო. შემდეგ როგორ ხდება? ასე უნდა მოურიოთ უბრალოდ? აი ესე უბრალოდ ესე რა ვატრიალებთ რომ აერიოს რა ყველგან რომ მოხდეს რა ეს სპერმა ხდება ყველგან ეს ახლა დავიდეთ ამასა ჩავდეთ ლატოპებში სადაც უკვე გამოიჩეკება 24 საათში ნახოთ შედეგს დრო რამდენი ჭირდება? 24 საათი გამოჩეკი და რამდენი ლიფციტა შეიძლება გაჩნდეს ახლა ერთი მინიმუმ შეიძლება 10,000 მაქსიმუმ შეიძლება 100,000 ეტნაკლებად ზუსტად ვერ გაიგებ როგორ ხდება და ეს ასე წრიულად უნდა ჩაისხას ხილად? უბრალოდ ერთ ადგილზე არ უნდა გაშლილი უნდა გაშლილად რომ მოხდეს ხა და ცოტას და წყალში რო ჩადეს თვითონ იშლება უკვე ნახე წყლის ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს? წყლის ტემპერატურა 24-25 გრადუსი შემდეგ რა შვებით უკვე 24 საათი გავიდა 24 საათი გავიდა და თავისით უკვე ნახავ რომელიც იქნება გამოჩეკილი რომელიც გამოიჩეკება შემდეგ ადის ქვეშ გადის რა უკვე და ზემოთ რჩება რომელიც
არ გამოიჩეკება, რა სრულად ახლა არ შეიძლება 100% გამოიჩეკოს. შემდეგ ამლატოკებს ვიღოთ, შვებაში გამოჩეკილი. შემდეგ უკვე ლიფსიტების მოვლა სათუთი თემა იქნება. სათუთიც არა, ჩვეულებრივ. რამდენი ხანი რჩებიან აქ ლიფსიტები? გადაყოს ვერი, აი ნახე აქ არის ვილისეტები, რო იჩეკება, რო არ გავიდეს. მე რომ სვიმდება, ცოტა სვიმსეტიანებში გადაყოს იქეთ. ესე 2-3 კვირა როგორი ახლა ზოგი მერასდება. ახლა ეს რამდენი გრამია? ეს არის სადაც გრამიანი, გრამნახევრიანებია ესე, 2 გრამიანები რა, ზოგი მეტნაკლებად, ზოგი დიდია, ზოგი კარგია. შემდეგ აქედან გადაყავს იქეთ ბასეინებში. უკვე რო ადის 20-30 გრამზე, გარეთ გაგყავს შემდეგ უკვე დიდ ბასეინებში. სანამ 25 გრამს არ მიაღწევს, მანამდე დიდ ბასეინში არ მანამდე არ გადაყავს, იმიტომ რომ შეგვიძლია მოსავლელი თვაინს პატარა არის. დიდი მადლობა თემო, საპასუხისმგებლო საქმე გაგვარია. კი, რა თქმა უნდა, კარგად შევწავლით. კარგად, წარმატებებს გისურვებ. მეგი პაატასთან გადავალ და იგან მაგზობ საუბარს. კი ბატონო. პატა ეს რა ვნახე? ოხო დიდი. საოცარი სანახაობა იყო. ოღონდ ერთი რამ არ მომეწონა მხოლოდ. აბარა. მამრი შემეწოდა. ნუ რა სიზავ ახალი სიცოცხლის დაბადება მსხვერპლს მოითხოვს ყველაფერი. ამ შემთხვევაში მამრისგან. ასე ემზადებიან საკვებად, ხო? კი. აი ახლა გაჩვენებთ როგორი აქტიურები არიან საკვებზე. რითი იკვებებიან? ეს არის სპეციალური საკვები ლოკოსი, რომელიც იტალიიდან გვაქვს შემოტანილი. ანუ დიდ ლოკოებს ვაჭმევთ ხამსას. ხამსას იღებენ შედარებით. ეს ნატურალურ პროდუქტებზე ყოფილა. ნატურალური, კი, ჩავთვალეთ, რომ აი ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია რა ფაქტობრივად. ეს რა შეიცავს, რა ნივთიერებებს? ნუ ცხიმები, თევზის ქონი, ძვალი დაფხული და ასე შემდეგ. მარცვლეულისგან კეთდება და შემოდგენლობა ისეთი აქვს, რომ ანუ 3%-ს მოიხმარს წონის დღიურად. ყოველდღიურად 3% თავისი წონის. თავისი წონის 3% უნდა აჭამო. ხა ჩვენ ხო ვიცით რა რაოდენობები ზის და იმის მიხედვით საკვები ეძლევა. აი ნახე. აგერ გამოცოცხლია. რაც უფრო მეტი ზის, აი ესე იგი დისკომფორტი არ აქვს რა. აი ეს ბასეინი მთლიანად სავსე რო იყოს, ლოკოტი პრობლემა არ არის რა. ანუ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც, რომ აქ 300 ტონა ლოკო როგორ უნდა დატიოთ რა, წლიურად. ერთი შეხედვით გასაკვირია, კი. გასაგებია და ანუ დისკომფორტი არ ექნებათ არანაირად პირიქით. საკვებსაც კარგად ღებულობენ. ასე რომ ეს ახალგაზრდა თაობაა სულ. ამას რა თქმა უნდა განსხვავებული კვება ჭირდება, ხო? კი, საწყისი, მანამ ორგანიზმი ჩამოსაყალიბებელი აქვს. ხამსას რომელი ასაკიდან აძლევთ? საკვებად ეგ რო გაგვიჭირდება ხოლმე და საკვების ფული აღარ ყოფნის შედარებით იაფი გვიჭდება და შემდეგ ვაძლევთ. საკვებ წარმოება რო გქონდეს, მაშინ წვინვალე იქნებოდა. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ველოდებით რომ შეღავათიანის სესხებს პირდება სახელმწიფო. და მე მგონი გაგვიმართლებს ჩვენს და ქვეყანასაც. რომ თავად აქვე ადგილზე აწარმოოთ საკვები? კი, შეიძლება. შეიძლება, ნუ არ არის აუცილებელი მაგალითად რომ სპეციფიკურად ლოკო საკვები აწარმოო რა. ანუ ისიც შეგიძლია აწარმოო და სხვა თევზის საკვები შეგიძლია, მაგრამ თუ 300 ტონა ლოკოზე იქნება ლაპარაკი, ანუ დღიურად შეიძლება თითო ჩაყრაზე მოუწიოს 1 და 2 და 3 ტონის ჩაყრა რა. ანუ დღიური მოხმარება შეიძლება იყოს ასეთი. და მაგას უკვე ვეღარ ვწდებით ახლა. ყოველ წუთში უნდა შემოიტანო მაშინ საოგარეთიდან აღნიშნული საკვები და მაგის წარმოება შეიძლება მაგის აკეთება. ეგ ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდება. ის კი ამისათვის საჭიროა დაბალპროცენტიანი სესხი. რა თქმა უნდა. ლოკო ძირითადად იკვებება თევზებით, წურბელებით, ბაყაყებით, ლეშით და ასე შემდეგ. ის გარკვეულწილად წყალსატევის სანიტრის ფუნქციას ასრულებს. ნადირობისას ლოკო ძირითადად იყენებს ბრძნობილობით ორგანოებს. ის საკმაოდ დიდ მანძილზე შეიგრძნობს და განასხვავებს სხვადასხვაგვარ სუნს თუ გემოს. გეგმები როგორი გაქვთ კიდევ? სხვა ჯიშის თევზები ხომ არ გინდათ რომ შემოიყვანოთ?
ნახოთ არის მაღაზიის ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით მოდი ეგ საიდუმლოდ დავტოვოთ და სხვა დროს ვისაუბროთ თუ პერსპექტივაში ეგ წავიდა ისეთი მიმართულებით რომ დავსვით სხვა თევზიც აუცილებლად შეგატყობთ. კარგი, ეგ საიდუმლოდ დავტოვოთ მაშინ და მენეჯმენტი და რეალიზაცია თუ არ არის საიდუმლო, მაშინ ამაზეც ვისაუბროთ. ანუ ჩვენ ახლა როგორც გითხარით, ეს ერთი წელია, რაც მოვიყვანეთ ლოქო დაახლოებით 30 ტონა ლოქონის ახლა აქ აღნიშნულ ადგილზე ამ ტერიტორიაზე. და პლუს კიდევ მოზარდი. საშუალოდ დაახლოებით თვითღირებულება ადგილზე რა, ანუ რეალი დისტრიბუციის გარდა ჯდება 7-დან 8 ლარამდე. ალბათ ჩვენი საგործაროება რო ქონდეს, უფრო დაიწევდა თვითღირებულება აქედან გამომდინარე. ამას შემდეგ ალბათ ემატება უკვე დისტრიბუციის ფასი და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ემატება და ვცდილობთ, რომ ნუ ახლა ბანკის კრედიტი გვაქვს აღებული რა და ვცდილობთ, რომ ის ბანკის კრედიტი გავისტუმროთ, ხანდახან გვიწევს ხოლმე, რომ აი თავის ფასში და შეიძლება ნაკლებშიც გავყიდოთ, იმიტომ რომ ფული დასაბრუნებელია მოგეხსენება და საკმაოდ ცოტა მაღალი პროცენტით არის აღებული. ნუ მაშინ ასე იყო და ეხლა ვნახოთ, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. პატა თუ არის საშუალება მარტო დასრული არა, ლიფსიტი შეძენა თუ შეიძლება აქ ადგილზე თქვენთან. ანუ რეალიზაცია ლიფსიტი? მაგ თემაზე არ გვიფიქრია, იმიტომ რომ ჩვენი ექსკლუზივია ეს ფაქტობრივად რა, ლოქო საქართველოში ასეთი ლოქო არავის არ ყავს და ჩვენ ვაწარმოებთ მარტო. მე მგონი ამ ეტაპზე ალბათ თავ შევიკავებდით რა. ნება თქვენია. ასეთი ბიზნესისგან ასე ვთქვათ რა. ჯერ ჩვენი მეურნეობა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ანუ აქედან გამომდინარე. ნუ არაფერი არ უკლია, უბრალოდ ისევ და ისევ საკვებ-წარმოების პრობლემა გვაქვს, სხვა არაფერი. თორე შემდეგ შეიძლება კი ბატონო, რატომაც არა, კალმახის ლიფსიტი ყავს, ყიდით რეალიზაციაში უშვებთ. და აღნიშნულიც ნახოთ, შეიძლება შეიძლება ფიქრი, კი, შეიძლება. კარგი, აღარ გაგაცდენ მაშინ. ეს საკმაოდ საინტერესო დღე იყო ჩემთვის. კი, რა თქმა უნდა. თიდან და ჩამოვიდით ბარში, გადმოვინაცვლეთ კახეთში. კი. წარმატებები უნდა გისურვო, რა თქმა უნდა და მადლობა და გაძლიერება. მადლობა. შევხვდებით მომავალ წელს. გაიხარე გიორგი, კი ბატონო. დროებით. მშვიდობა იყოს, სიკეთე იყოს. გაიხარე. დღევანდელი დღე ფშავში დაიწყო და კახეთში დასრულდა. ნახეთ ცივი და თბილი წყლის ტიპის თევზის მეურნეობა. ასე რომ სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგისათვის საუკეთესო პირობებია ჩვენს ქვეყანაში და ამაში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება გვიწყობს ხელს. ასე რომ დანარჩენი ჩვენზე ადამიანებზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ ღვთისაგან ბოძებულ საჩუქრს.